მეორე დღეა ბათუმის სანაპიროზე 23 წლის ახალგაზრდას ეძებენ. სანაპიროზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, პოლიცია, მყინვარები და კატარღები. დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს როგორც ხმელეთზე, ასევე წყლის ქვეშ ეძებენ. სამაშველო სამსახურში თვითმხილველებმა გუშინ საღამოს დარეკეს. სავარაუდოდ დაკარგული ნასწვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. წყალში ჩასვლამდე ახალგაზრდამ სანაპიროზე მობილური საბუთები, ჯვარი და სხვა პირადი ნივთები დატოვა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი წყალში ჩავიდა და აღარ ამოსულა. სამაშველო მუშაობა გუშინ ღამის 11 საათიდან დაიწყო და გვიან ღამემდე ეძებდნენ, თუმცა უშედეგოდ. დაკარგულის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს. თვითმხილველების მეშვეობით მოხდა 112-ში ზარის განხორციელება. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა არის დაახლოებით 23 წლის მამაკაცი. ერთხელ დაინახეს წყლის ზედაპირზე და შემდეგ გაუჩინარდა ეს ადამიანი აღარ უნახია არავის. ხმელეთის მაშველები დურბინტის მეშვეობით ახდენენ წყლის ზედაპირის დათვალიერებას. ვეძებთ ყველა მიმართულებით. გავაგზავნებთ მუშაობას მანამ, სანამ სასურველი შედეგი არ დადგება.